გამარჯობა, თქვენ უყურებთ ტაბულას, ეს თეორემაა, მე თამარ ჩერგოლეიშვილი ვარ. რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ როჯერსმა განაცხადა, რომ რუსეთს ცხინვალის რეგიონში სამხედრო ტექნიკა შეაქვს და შესაძლოა საქართველოს გავლით ირანთან და სომხეთთან სახმელეთო კავშირის დამყარებას შეეცადოს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ამერიკული დაზვერვის აზრს არ იზიარებს. ბატონი ჭიკაიძე გვეუბნება, რომ რუსეთის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი საფრთხე არ არსებობს და გვირჩევს დასკვნები მოვლენების განვითარების შემდეგ გამოვიტანოთ. ოპტიმისტურ განწყობაზეა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც. ქალბატონმა ფანჯიგიძემ რუსეთს შეატყო მზაობა, რომ საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციების შეწყდება. საჯარო გამოსვლებში რუსეთის საფრთხის ნიველირებას ცდილობს პრემიერი ღარიბაშვილი და თვითპირველი მოქალაქეც. თუმცა როგორც ჩანს, სულ ტყუილად. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით შესრულებული უახლესი კვლევა მოწმობს, რომ ჩვენი საზოგადოების 3/4 რუსეთს ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს. რამდენად მართებულია ქართული ოცნების რუსული პოლიტიკა, რამდენად ადეკვატურად აფასებენ ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის განზრახვებს და რატომ ვერ არწმუნებს ხელისუფლება ქართულ ხალხს, რომ რუსეთი ჯერჯერობით საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ საკითხების ვირგვლივ ვიმსჯელებთ დღეს თეორემას პირველ კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გმადლობთ რომ გვიყურებთ. თეორემას პირველი ნაწილის თემა არის რუსეთის საფრთხე. ჩვენ შევეცდებით შევაფასოთ რუსეთის ხელისუფლების განზრახვები საქართველოს მისამართით. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან სერგი კაპანაძე, ორგანიზაცია გრასის დირექტორი, ნიკა ვაშაკიძე, საზოგადოება ივერიას დამფუძნებელი, კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი და გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ასევე ივერიას დამფუძნებელი. დიდი მადლობა ბატონებო, ჩემთან მობრძანებისთვის. ჯერჯერობით რუსეთიდან საფრთხეს არ უნდა ველოდოთ, ასეთია მოკლე შინაარსი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ მთავრობის ხდომის შემდეგ მან ჟურნალისტებთან გააკეთა. ის გთხოვს, რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და დასკვნების შემდეგ გავაკეთოთ. როგორ შეაფასებდით ბატონ კახა შინაგან საქმეთა მინისტრის აი ამ განცხადებას? სიტყვა ჯერჯერობით მე მგონი რაღაც მანდამაის განსაზღვრული ესე თქვათ რაღაც ტერმინი არ არის, რომელიც ზუსტად გეუბნება მაშინ როდის შეიძლება ველოდოთ. მე მგონია რომ უბრალოდ შინაგან საქმეთა მინისტრს შეიძლება არც კონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, შეიძლება საფრთხეს ველოდოთ თუ არა. იმიტომ რომ სამხედრო რაღაც მობილიზაციის შესახებ ინფორმაციები დიდი ხანია მოდის იმის შესახებ, რომ ოსეთში, სამხრეთ ოსეთში ხდება რაღაც კონცენტრაცია სამხედრო ძალებისა, მაგრამ ეს უკვე ხდება ბოლო 2 წლის, 3 წლის განმავლობაში და რამდენად შესაძლებელია პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს რუსეთმა, რომ საქართველოს მიმართ რაღაც აგრესია განახორციელოს ან რაიმე სხვა სახის ქმედება. სრულად შესაძლებელია რომ უბრალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ქონდეს ესეთი ინფორმაცია. ჩვენ ეს ალბათ უფრო უნდა, ხო? ჩვენ ამის შესახებ ალბათ უნდა ვეცადოთ უფრო გავიგოთ ჩვენი პარტნიორებისგან, რომელმაც უკეთ იციან, თქვათ, რუსეთში რა ხდება, შესაძლოა დასავლეთის პოლიტიკურ პარტიებში ან სამთავრობო წრეებში და ასე შემდეგ. პოლიტიკურ წრეებში უკეთ იცოდნენ არის თუ არა საფრთხე საქართველოს მიმართ, ვიდრე ჩვენ სამსახურებში, რომლებიც არ ფლობენ იმ რესურსებს, რომ საქმეც მაგაშია ზუსტად იმ დროს, როდესაც თქვათ ჭიკაიძე ამ განცხადებას აკეთებდა, ამერიკის კონგრესის, შეერთებული შტატების კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი როჯერსი Fox-თან ინტერვიუში ამბობდა, რომ შეაქვს თანამედროვე აღჭურვილობა სამხრეთ ოსეთში, ჩვენ როგორც მოიხსენიებთ ცხინვალის რეგიონში და იქ ხდება და ის ცდილობს ახსნას, ან რა შეიძლება უნდოდეს რუსეთს საქართველოსგან, იმიტომ რომ საქართველოს არმია დღეს მით უმეტეს თქვათ რუსეთისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს რომ თქვათ დაარწმუნოს რუსეთი, რომ მის პროვოკაციებს ის არ აყვება და დასკვნა არის ესეთი, რომ სავარაუდოდ უნდა რომ სახმელეთო კავშირი გაჭრას სომხეთთან და ირანთან, ცხადია საქართველოს გავლით და ამისთვის მას სჭირდება რომ საქართველოში, როგორც საქართველო იყოს მისი რაღაცნაირად ვასალის მდგომარეობაში, ხო? ხალხს უშვილდეს მას რაღაც გარკვეული სტრატეგიული პოზიციების დაკავებაში ან კონტროლში.
და როდესაც ესეთი რამე ხდება, ბატონო გრიგოლ, თქვენ იყავით საგარეო უწყების ხელმძღვანელი, რა უნდა პასუხობდეს ამას, როგორ უნდა პასუხობდეს ამას ხელისუფლება? იცით რა, იმ პირობებში, როდესაც ის სამყარო, რომელსაც ჩვენ მიჩვეული ვიყავით, აღარ არსებობს, როდესაც საერთაშორისო სამართალი აღარ არსებობს, როდესაც სახელმწიფოებრივთა შორისო ურთიერთობაში არის საშინელი კრიზისი, როდესაც რუსეთი ევროპის ცენტრში სუვერენულ ქვეყანას 26,000 კვადრატულ კილომეტრს ართმევს, როდესაც მას ოკუპირებული აქვს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% და როდესაც მეხუთე კოლონა ქვეყანაში ამოქმედებული არის, ჩემთვის სრულიად მიუღებელია ამისთანა განცხადებები, იმიტომ რომ როდესაც ასეთი განცხადებები მესმის, მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ პირველი ან შინაგან საქმეთა მინისტრმა იპოვა იმისთანა რეზერვები თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, რომელზეც ჩვენ წარმოდგენა არ ქონდა არასოდეს და ისე ვართ გაძლიელებული, რომ საფრთხეს არ უნდა ველოდეთ, ან და კიდე მათ რუსეთთან აქვს იმისთანა შეთანხმება, რომელზეც არც საზოგადოება, არც ჩვენმა პარტნიორებმა არაფერი არ იციან. ერთიც და მეორეც ფანტაზიის სფეროდან არის, ხო? მაშინ გვაქვს ძალიან მსუბუქ მიდგომასთან, კარდინალურ პრობლემასთან. რუსეთს ჭადრაკის პარტია დაწყებული აქვს. ეს ჭადრაკის პარტია დაიწყო ყირიმში, მაგრამ ყირიმში არ დამთავრდება. და რა განვითარების ვექტორს აირჩევს ამ კრიზისისთვის? იქნება ეს სამხრეთი და აღმოსავლეთი უკრაინა, იქნება ეს სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში მომავლისთვის პლატფორმის მომზადება, რასაც რუსეთი ეძახის ფედერალიზაციას ბჭყალებში, იქნება ეს საქართველო, იქნება ეს რეფერენდუმი საქართველოს ტერიტორიაზე, თუ იქნება ეს გამოცხადებული პოლიტიკა, რომ რუსულენოვანი და რუსი მოსახლეობა უნდა დაიცვან აქ, ან ისინი, ვისაც რუსული პასპორტები აქვს. ეს უკვე დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს და ამის ანალიზს აკეთებდნენ დღე და ღამე და არ იყვნენ დაკავებული პიარ მოგზაურობებით საქართველოს დასავლეთ რეგიონებში. რუსეთის პასპორტიზაციის თემას დაუბრუნდები აუცილებლად, მაგრამ ან ჭადრაკის დაფა ახსენეთ და ფაქტია, რომ ივანიშვილიც ბოლოს მან თორჩები ტელეკომპანია იმედს მისცა ინტერვიუ, იქ საუბრობდა რუსეთის საფრთხეზე, ის ცდილობდა ამ საფრთხის ნიველირებას გარკვეულწილად იმის თქმას, რომ არაფერი არ მოხდება და მაგრამ საყურადღებო ის იყო, რომ აი ჭადრაკის დაფა ახსენეთ და ის საუბრობდა რუსეთსა და დასავლეთზე, ისე თითქოს აი ჭადრაკის დაფას ერთი და იგივე მასშტაბის ბოროტება, ან ერთი და იგივე მასშტაბის სიკეთე უზის და ერთმანეთს ეჭიდავება, ანუ ერთი მასზე დააყენა, ну რაღაც რესურსების ჭიდილი დაარქვა ამ ყველაფერს, ისე რომ პოზიციაც არ დაიჭირა. იგივეს ამბობს ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც იძახის, რომ კი საფრთხე არსებობს, მაგრამ ეს საფრთხე არის გადაჭარბებული. პირველ ახთან ინტერვიუში ის ამბობდა, რომ ჩვენ არ უნდა მივბაძოთ ნაციონალურ მოძრაობას, რომ ხალხი დავაპანიკოთ, ნაციონალური მოძრაობა ეხა ამას აკეთებს და ისინი ცდილობენ, რომ პანიკა დათესონ მოსახლეობაში, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ. მაგრამ ფაქტია, რომ ან უბრალოდ მოსახლეობას მართლა აქვს საფრთხის განცდა, იმიტომ რომ დაიდო კვლევები, სადაც ჩანს, რომ რუსეთის საფრთხის შეგრძნება არის გაზრდილი, 3/4 მოსახლეობის თვლის, რომ ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოს ეკონომიკისთვის, პოლიტიკისთვის, პოლიტიკური განვითარებისთვის არის რუსეთი და ან ეს არის რომ უბრალოდ საფრთხეს ობიექტურ რაღაც გარემოებზე დაყრდნობით გრძნობს საფრთხეს, ან უბრალოდ ნაციონალური მოძრაობის ეს რაღაცა სიცრუის მანქანა, როგორც ისინი ოძახიან, კარგად ჭრის. თქვენი აზრით, რატომ ხდება, რომ ვერ არწმუნებს საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას თავის ამორჩეულს იმაში, რომ რუსეთის საფრთხე შეიძლება გაზვიადებული იყოს, ან ამ ეტაპზე საფრთხე არ ჩანდეს? ალბათ იმიტომ რომ მოსახლეობა იმაზე ჭკვიანია ვიდრე ხელისუფლებას გონია და ერთია კიდე ამას მივიღებდი, თუმცა არ ვეთანხმები მე ასეთ მიდგომასაც, რომ არ უნდათ პანიკის გაღვივება მოსახლეობაში და იმიტომ აწვდიან ასეთ მესეჯს, თუმცა ესეც არ არის სწორი ჩემი აზრით, მაგრამ ჩემი ინფორმაციით ანალოგიურ მესეჯს ისინი აწვდიან საზღვარგარეთაც უცხოელ პარტნიორებს და ეს აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ ამ ალარმიზაციის ხარისხის დაწევა, მოდუნება და დამშვიდება ყველას იმ სიტუაციაში, როდესაც მართლა ვხედავთ, რომ სერიოზული საფრთხე რეალურად არსებობს, როგორ შეიძლება კარგის მომდანი იყოს. მეორე მხრივ, ეხლა მთავარი გამოწვევა ქვეყნის არის, ვთქვათ, ეკონომიკა, ხო? დღეს რუსეთის საფრთხე ერთი, ვთქვათ, თავარი არა, მაგრამ არის. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, როგორ რაღაცნაირად
უკან მიდის ეკონომიკა, მიუხედავად იმ რაღაცა ზრდის რიცხვებისა, რომელიც ვთქვათ წინა წელთან შედარებით წელს გამოიკვეთა ზრდის მაჩვენებლებისა. ვთქვათ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლების мотиваცია შეიძლება იყოს ის, რომ ვთქვათ არ დააფრთხონ ინვესტორები იმისთვის, რომ ვთქვათ გამორიცხავთ ამას, იმიტომ მე მახსოვს რაღაცა პერიოდის განმავლობაში, ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა ომის შემდეგ შეეცადა, რომ იმ ყისიერ საფრთხეზე აღარ საუბრობდა. რატო ხდებოდა ეს ბატონო გია? იმიტომ რომ არ არსებობდა ეს ყისიერი საფრთხე, თუ იმიტომ რომ უბრალოდ არ გინდოდათ რომ ქვეყნისგან წინა გადაცემაში ვილაპარაკეთ, მე და ბატონი კახა ვიხსენებდით ახლა. ცოტა ხნის წინ მქონდა მე საუბარი ჩემ ყოფილ კოლეგებთან, უბრალოდ მე ვარ მაგათი ყოფილი კოლეგა, ისინი მოქმედი მინისტრები არიან და ეს იყო ყირიმში შეჭრამდე 3 დღით ადრე. და თითქმის ერთხმად მითხრეს, რომ გახსოვსო შენ რომ იძახდი რა საფრთხეს წარმოადგენს რუსული სამხედრო სწავლებები კავკასიში დვენაციც. twini რო გამოგჭამეთო და ყოველ შეხვედრაზე რომ ამით იწყებოდა შეხვედრა. ხო ხედავ არაფერი არ მოხდაო. ცოტა ხანში მექნება მათთან შეხვედრა და ძალიან მინდა თვალებში ჩავხედო. ის რომ ჩვენ ხმამაღლა არ ვიძახდით ქართული საზოგადოებისთვის იმ საფრთხეზე, რაც რის წინაშეც საქართველო იდგა, ის იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან რამეს უმალავდით. საკმაოდ კარგად მუშაობდა ქართული დაზვერვა, საკმაოდ კარგად მუშაობდნენ ჩვენი სამართალდამცავები და სრული წარმოდგენა ჰქონდა იმაზე, რა ხარისხის და რა რაოდენობის კონცენტრაცია ხდებოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. და ერთ წინადადებას დავამატებ კიდე, ის რომ 2009 წელს ძალიან მასშტაბური პროვოკაციის მომზადების დროს პრეზიდენტმა ობამამ აიღო ტელეფონი და დაურეკა მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტ მედვედევს, ხოლო ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა დაურეკა პუტინს, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. ეს ქართული დიპლომატიის მუშაობის შედეგი იყო. არ შეიძლება დღევანდელ პირობებში ბორდერიზაციაზე, ადამიანების მოტაცებაზე, იმ პროვოკაციებზე, რასაც რუსეთი გეგმავს და ანხორციელებს საქართველოში, რომ 24 საათში არ იყოს განცხადებები ევროპის კავშირის, შეერთებული შტატების, ნატოსი და ცალკეული წევრების ამ ორი ორგანიზაციის. არ შეიძლება უბრალოდ. და პასპორტიზაციის თემა ვრცელდება ინფორმაცია, ჯერჯერობით ვერ ვადასტურებთ ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ თქვათ იგივე საელჩოსთან შეკრებილი ხალხი პრესასთან საუბარს თავს. ანუ ხმარობთ ამ ტერმინს, ჩვენ საელჩო არ გვაქვს. საკონსულოსთან. ჩვენ გვაქვს შვეიცარიის, რუსეთის ინტერესების წარმომადგენელი სექცია. ამიტომ ჩვენ სამართალდამცავებს რაღაცა შეკითხვა აქვთ, ჩვენი შვეიცარიელი მეგობრებს შეუძლიათ ძალიან წყარად ეს გააკონტროლონ. კი, რუსეთის საელჩოს შენობასთან. ხო, ყოფილ საელჩოში. კი, ვერ ვადასტურებ ჯერჯერობით ამ, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ პასპორტების დარიგება ხდება, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, გავლილი გვაქვს ეგ სცენარი, იგივე ვიხილეთ ახლა უკრაინაში. საუბარია ვთქვათ, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონზე, ჯავახეთის მკვიდრებზე და თქვენ დღეს საკმაოდ ბატონიკა თქვენ მოგმართავთ ამ ესეთი ხისტი განცხადება გააკეთეთ. თქვენ თქვით, რომ თუ ესე ხდება, რუსეთი ნიშნავს, რომ რუსეთი შემოჭრას ამზადებს საქართველოში და საქართველოს უნდა შეაჩეროს რუსეთის საკონსულოს მოქმედებები. თუ შეიძლება რომ ეს თემა განავრცოთ და ახსნათ რატომ რისთვის და ну, ყველამ ვიცით უკვე ახლა ბევრჯერ მოხდა ეს ჩვენთანაც და სხვაგანაც და უკვე ესე იგი კლასიკური სქემა არიგებენ პასპორტებს, ელოდა ინტერვენციას, მარტივია აქ და ინტერვენციის საბაბად გამოყენებულია აი სუფთა ადოლფ ჰიტლერის ასე ვთქვათ არგუმენტაცია და პროპაგანდა, რომ ილახება თანამემამულეების ასე ვთქვათ უფლებები, მათი უსაფრთხოება ესე იგი მათ ესე იგი ემუქრებათ საფრთხე და ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ ისინი დავიცვათ და მე ხდება ყირიმში ზუსტად ეს მოტივები იყო გამოყენებული 2008 წლის ომის დროს იგივე მოხდა მოგეხსენებათ და ნუ კიდე ხო შეგვიძლია ეს გავაგრძელოთ. ის რომ ასეთ რამე შეიძლება ხდებოდეს შესაბამისად ეხლა იმ კონტექსტში რაზეც იყო საუბარი აქ რა არის გასაკვირი ხომ ხდება თუ არა ეს ეხლა ის თემა რომ პრინციპში ამგვარი ინფორმაცია და ესე იგი არაფორმალური ასე ვთქვათ ცნობები მოდის და ის კი რაც უკვე ღიად გაჟღერდა ხა მე მაგალითად ესეთი რამეც ვნახე უკვე
ასე ვთქვათ, ჟურნალისტის მიერ მომპოვებული ინფორმაცია, რომელიც დევს ინტერნეტში, როდესაც ის ესაუბრება იმ ხალხს, ვინც იქ დგას რიგში და ისინი პრაქტიკულად აღიარებენ, რომ არიან დიახ საქართველოს მაცხოვრებლები და მოსულები არიან რუსეთის პასპორტის ასაღებად. მე აზუსტებენ, რომ ეს ადამიანი ჟურნალისტი ასე ვთქვათ, ცდილობენ თავი არიდონ საუბარს, მაგრამ პრინციპში ეს აღიარებული არის. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა დღეს გვეკითხა საგარეო უწყების წარმომადგენლისთვის კაპიტანი თამარ ბერუჩაშვილისთვის დაგვესვა ეს შეკითხვა, მან გითხრა რომ მათაც პრესით შეიტყვეს ამის შესახებ და ახლა მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა. ეს რომ პრესით შეიტყვეს ეს სასაცილო ჟღერს, ხო ასეთი კონსტრუქცია წინანდადების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მხრიდან. კი, მაგრამ გავიარეთ ეს თემა. საკონსულო მომსახურების შეჩერება, თქვათ, რამდენად შეიძლება იყოს აღმკვეთი ღონისძიება, თქვათ, ხო შეუძლიათ იგივე, თქვათ, ერევანში გადავიდნენ, ბაქოში გადავიდნენ. ესე მარტივი არ იქნება და იცით რა თქმა უნდა, მარტო ეს ღონისძიება თუ ჯერ ერთი უნდა ძირფესვიანად შესწავლილი იქნეს და დადასტურდეს ეს, ხო? მეორეს მხრივ მარტო ეს ღონისძიება რა თქმა უნდა არ იქნება საკმარისი, მთელი რიგი მათ შორის ეს თვითონ უშიფროების სამსახურების მიერ გასაწევია დიდი სამუშაო, მაგრამ ეს იმ აუცილებელ ღონისძიებათა ნუსხაშია, რომელიც აი ესეთ წვავე სიტუაციაში გასაკეთებელია. მე მესმის რომ ძალიან ძიმე ნაბიჯია და გარკვეულ სირთულეებს ჩვენ შეგვიქმნის მოსკოვში, მაგრამ ნუ ახლა საფათო სიტუაციებში რაღაც არჩევანი, ძიმე არჩევანი ზოგჯერ გასაკეთებელია. სერგი გუშინ თუ გუშინ წინ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და პოლონეთმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება, სადაც ცხადია გმობენ რუსეთის მოქმედებებს და ასე შემდეგ, მაგრამ იქ არის ერთი საინტერესო და ჩემი აზრით ცოტა ესეთი საჩოთირო დეტალი, სადაც ისინი რუსეთს თავაზობენ რომ მონაწილეობა მიიღონ მათ საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან აღმოსავლეთ პარტნიორობის მოლაპარაკებებში, იმისთვის რომ ისაუბრონ იმ შედეგებზე, რა შედეგით შეიძლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოციაციის ხელშეკრულების გაფორმებას ამ ქვეყნებთან რუსეთისთვის გქონდეს. ნუ ხა ეს შეიძლება არ არის რუსეთის ვეტოს უფლება, მაგრამ ერთგვარი რაღაცა ხმის უფლების მიცემას, მის შთაბეჭდილებას ტოვებს. სწორია თუ არა ჩემი შთაბეჭდილება და ზოგადად როგორ შეაფასებდი აი განცხადების იმ მონაკვეთს, სადაც აი ამაზე არის საუბარი. ბუნებრივია ამ განცხადებას, ამ განცხადებას ზოგადად აქვს ორი, ასე ვთქვათ, განზომილება, რომელიც უნდა გავაანალიზოთ. პირველი არის კონკრეტულად შინაარსი რა იყო მასში და მეორე რა შთაბეჭდილება დატოვა ამან და შესაბამისად რა რეაქცია მოყვა რუსეთის მხრიდან. შინაარსობრივად ის მიზანი, რომელსაც განცხადება ემსახურებოდა, სავარაუდოდ არ იყო რუსეთისთვის ვეტოს მიცემა. ანუ მიზანი ამ განცხადების იყო უბრალოდ იმის თქმა, განსაკუთრებით ეს, როდესაც უკრაინაში ჯერ კიდევ დაძაბული არის მდგომარეობა, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიძლება მართლა კიდე შეიჭრას რუსეთი და მნიშვნელოვანია რაღაც დიპლომატიური ძალისხმევების შედეგად რუსეთის შეჩერება, გზავნილიც გაგზავნა, რომ ჩვენ მზადა ვართ თქვენთან ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენ გაღებთ, რომელიც რუსეთს აღელვებს. ეს სამწუხაროდ იქნა აღქმული რუსეთის მიერ როგორც ვეტოს უფლება. აქ პრობლემა თვითონ ვაიმარის განცხადება იყო საჩოთირო, მაგრამ სწორი რაღაც მსგავსი ტერმინი მქონდა მეც თავში, როცა ეს განცხადება წავიკითხე, მაგრამ ამ განცხადებამ რა შეთანხმება შეუქმნა რუსეთს, ის იყო მართლა შემაშფოთებელი. იმიტომ რუსეთის განცხადება პრაქტიკულად იყო, რომ ამას გეუბნებოდით 2000 წლის ნოემბერში, ანუ ხელმოწერამდე და, მაგრამ იქ მეორე იყო კიდევ საინტერესო რუსეთის განცხადებაში. ხო და ეხლა მოდითო მართლა დავსხდეთ და ვისაუბროთ ჩვენ ევროკავშირმა და საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ იმაზე თუ საით მიდიანო და მე წერია, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ აი ეს ქვეყნები და ევროკავშირი მაინც მზად იქნებიან ამგვარი დიალოგისთვის. ეს არ უთქვია ვაიმარს, რომ მოდი ხა ჩვენ დავსხდეთ, ვისაუბროთ და შევთანხმდეთ მერე საით წავიდეთ. ეს არ ყოფილა ვაიმარის გზა. ეს შთაბეჭდილება დატოვა სამწუხაროდ. ანუ ევროკავშირი რუსეთი და ევროკავშირი ერთად ვესაუბროთ ამ ქვეყნებს. ხო, ანუ შთაბეჭდილება დატოვა ეგეთი, რომ ეს ყველაფერი არის მოლაპარაკებადი. ამ დროს აქ თავი რაღაც თითქოს დაავიწყდათ. მათ შორის ვაიმარის ქვეყნებსაც სამწუხაროდ ჩვენთვის, რომ ეს მოლაპარაკების თემა კი არ არის. ჩვენმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ გვსურს ევროინტეგრაცია და იგივე თქვენ ახლა გამოკითხვები აჩვენეთ, იმ გამოკითხვებში ძალიან ცალსახად ჩანს, რომ 70%-ზე მეტი ევროინტეგრაციის მომხრე და 60%-ზე მეტი არის ნატოში ინტეგრაციის მომხრე. ანუ ეს არის
ხო, რომელიც დარწმუნებულია, ხო, დარწმუნებულია, თორე ისე უფრო მეტი არის უნებრივია. ანუ ეს არის ხალხის არჩევანი ჩვენთანაც, უკრაინაში გამოჩნდა ეჭვერავის აღარებანება და იგივე მოლდოვაშიც. ამიტომ ეს არ არის მოსალაპარაკებელი თემა. სამწუხაროდ ეს შთაბეჭდილება შეუქმნა რუსეთს და ცუდია ის რომ აი ამ ბოლო ხანებში მთელი რიგი განცხადებების ხაგეთებული, რომლებიც ცუდ შთაბეჭდილებას ქმნის ალბათ მოსკოვში და აღიქმება თუნდაც სწორად გამოიცანით ობამას განცხადებას და თქვენ შეგეკითხებით ამას, სადაც მან კითხვა-პასუხის რეჟიმში ესეთი რამ თქვა, რომ რუსეთის, საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე როდესაც კითხეს და თავისთავად კითხვა იყო ცოტა არასწორად დასმული, იმიტომ რომ თქვა 2008 წელს საქართველო და უკრაინა განიხილებოდა ერთად პაკეტში, მაგრამ მას შემდეგ რაც იანუკოვიჩი მოვიდა უკრაინის ხელისუფლებაში, უკრაინამ უარი თქვა რომელიმე სახის სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე, ხო, რაიმე სახის სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე. შესაბამისად, ერთად კითხვის დასმაც არის, მაგრამ ობამამ უპასუხა, რომ ჯერ არ იგეგმება ესეთი მყისიერი გაფართოება ნატოსი, არ იგეგმება, შესაბამისად რუსეთი ტყუილა ღელავს, ეს არ არის რუსეთისთვის პრობლემა. ამას მოყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ დიახაც ეს ასეა და ჩვენ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. პრემიერის განცხადებას მე მოყვა უკვე ოპოზიციის კრიტიკა. რამდენად სამართლიანი იყო ოპოზიციის კრიტიკა თქვენი აზრით და რამდენად გამართული იყო პრემიერის განცხადება? რა იქნებოდა რა განცხადება უნდა გაიკეთებინა პრემიერს თქვენი აზრით? თუ მიიჩნევთ რომ ეს თქო არ იყო არასწორი განცხადება იყო თავისთავად, საერთოდ ანალიზი იყო სუსტი. აი ბატონი სერგი საუბრობდა, რომ რუსეთშიო ესეთ განცხადებებს აღიქვამებს ხონაირად. ჩემისად კი არ აღიქვამებ, უბრალოდ იყენებენ განცხადებებს, სწორად აღიქვამენ ისინი, კარგად აანალიზებენ, მაგრამ იმასაც აანალიზებენ, როგორ შეიძლება გამოიყენონ ეს განცხადება. და შემდეგ თავისებურად ატრიალებენ. ეხლა დღეს სისხლის მანქანა თუ სადმე არსებობს, მართლა რუსეთში მართლა არსებობს. და ის არის ძალიან კარგად დაქოქილი, ანუ ვიტყოდი, ალბათ რუსეთს რაც ნავთობი აქვს, ხარჯავენ ახლა ამ მანქანის მუშაობაზე, იმიტომ რომ ნებისმიერი განცხადება, რაც არ უნდა ეთქვა ობამას, იტყოდა თქვათ რომ შეგვყავს ნატოში, საქართველო და უკრაინა. რუსეთი გადაატრიალებდა ამას და იტყოდა აი ხო ხედავთ, ჩვენ ხო სწორი ვიყავით და ასე შემდეგ. ნებისმიერი სახის განცხადებას ისინი დაატრიალებენ და შეატრიალებენ, იმიტომ რომ მიდის მუშაობა პირდაპირ დამუშავება საკუთარი მოსახლეობის. საერთაშორისო თანამეგობრობაზე თითქმის არ მუშაობენ, იმიტომ რომ ყველა დასცინეს უკვე რუსეთს ირგვლივ, პრემიერ-მინისტრები, ევროპული სახელმწიფოების და ასე შემდეგ საუბრობენ, რომ აი რამდენი ტყვილი ჩამოვთვალოთ, ასე ვთქვათ, რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამი, ვთქვათ, ყირიმთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ყველას ესმის, რომ ტყვილია, პრესა უცხოური აბსოლუტურად აჭრელებულია იმით, რომ რამდენად ცინიკურია რუსეთის განცხადებები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ აინტერესებთ, იმიტომ რომ ელემენტარულად ახლა გაეროში, მაგალითად, გაეროს ასე ვთქვათ, ასამბლეის გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში გამოჩნდა, თუ რა მხარდაჭერა აქვს რუსეთს საერთოდ აი ყირიმის საკითხთან მიღებულ რეზოლუციაში, რა მხარდაჭერა აქვს. აქვს ისეთი ქვეყნების სულ რამდენიმე, იქ 7 ქვეყანა იყო მე. 11 კი ბატონო. 11 ქვეყანა იყო, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ნამდვილად არავითარ ანგარიშს არ უწევს და არ შეიძლება ჩაითვალოს რამე ობიექტურად. და დავამთავროთ თუ შეიძლება აი აქ. ანუ ობამას განცხადებაც და თუ გნებავთ აი ეს ვაიმარის დეკლარაციაც. ეს არის გაკეთებული დასავლური მენტალიტეტით. ანუ ის თავიდან ბოლომდე წყნარად უნდა წაიკითხოს ადამიანმა, ან საზოგადოებამ, გათვლილია ისეთ ესე ვთქვათ, ინტელექტუალურ საზოგადოებაზე, რომელიც ყველაფერს წაიკითხავს წყნარად და ერთნაირად აწონის ყველა, ესე ვთქვათ, მოყვანილ არგუმენტებს შეკრებს. და არა ისე რომ ამოგვიძირი კონტექსტიდან მაგალითად ობამას განცხადებაშიც და იმაშიც, რა ქვია, აი აქ ვაიმარის დეკლარაციაშიც პრესამაც და რუსეთმა პირველ რიგში რა თქმა უნდა, შემდეგ პრესამაც შეეცადა ამოეგლიჯა რაღაცები კონტექსტიდან და ეთქვა, აი ხედავთ, გაედიდებინა რაღაც აქცენტები. აქცენტი მართლა იყო, აი მეორე განცხადებაზე ვიტყვი ვაიმარზე, რომ განცხადებაში აქცენტი არის იმაზე, რომ რუსეთის უნდა შევთავაზოთ. რუსეთს თავაზობთ თანამშრომლობას. არ გვინდა ომი, არ გვინდა ოკუპაცია, არ გვინდა უკრაინის ნგრევა. აი უკრაინა, აი რუსეთი ვითანამშრომლოთ ერთად, მოილაპარაკოს უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთთან ისაუბრონ. და ასევე საქართველო, მოლდოვა და თუ რამე პრეტენზიები გაქვთ მათთან, მოდით დავждეთ და ვისაუბროთ ერთად და გავარკვიოთ. ის არ უთქვიათ არავის რომ თქვენი პრეტენზიები სამართლიანიაო. არა, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მზად ვართ რომ ამაზე ვისაუბროთ. კი, თქვენ ახსენეთ, რომ აი ცივილიზებულ ენაზე საუბრობენ, როგორც თქვათ, უნდა გაიგონ ეს
მაგრამ საქმე ის არის რომ ისიც ხო იციან რომ აი ეს ყველაფერი გამოყენებული შეიძლება იქნეს თუ მაინდა-მაინც მათ წინააღმდეგ არა ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ რომლებიც თქვათ მოწყვლადი არიან განსაკუთრებით მოწყვლადი არიან რუსეთის მიმართ მაგრამ ეს ყველაფერი აი მაინც ხდება რომ თქვათ იგივე არ აქვს მნიშვნელობა რუსეთთან მიმართებაში თქვათ იგივე ბიძინა ივანიშვილთან მიმართ ხანდახან აი მე შტაბეჭდილება რჩება რომ განცხადებებს რა აკეთებენ პოლიტიკურ დევნაზე და შეშფოთებებს ამას ესე არ აღიქვა ესე არ აღიქმება როგორც რა შინაარსიც ამ განცხადებაში დევს იგივე თქვათ რუსეთთან მიმართებით და მე ხანდახან ვფიქრობ ხოლმე ვისთვის კეთდება ეს განცხადებები ხო არ კეთდება ისევ საკუთარივე ელექტორატისთვის თქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება ეს თქვათ იგივე პოლონეთში საფრანგეთში თუ ასე შემდეგ იმიტომ რომ რაღაცა გეტყვით რატომ ვამბობ ამას ცოტა ხნის წინ ჩამოვედი ნიუ-ორლეანიდან სადაც იყო Heritage Foundation-ის ესეთი შეკრებილები იყვნენ კონსერვატორები და ძირითადად მსჯელობდნენ იმაზე როგორ მოიგონ 2016 წელს თეთრი სახლი რა ანუ საპრეზიდენტო არჩევნები და ნუ როგორ მიაწვდინონ საკუთარი გზავნილი უკეთ ხალხს და იქ ერთ-ერთი თქვათ იზოლაციონისტებიც იყვნენ ცხადია და ერთ-ერთმა ესეთმა თქვა რომ ისე არ მე რო რესპუბლიკელების ადგილას ვიყო, ნუ იქ მიდიოდა ობამას კრიტიკა იმის გამო რომ თქვათ აი რაც ახლა პუტინთან მიმართ რაც ახლა ხდება ზოგადად სოფლიოში რომ მას არ აქვს ლიდერშიპი და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი იზოლაციონისტური მიდრეკილებების მქონე მკვლევარი ადგა და თქვა რომ მე რომ რესპუბლიკელების ადგილას ვიყო, თუ მინდა რომ არჩევნებში გავიმარჯვო, ობამას საერთოდ არ გავაკრიტიკებდი საგარეო პოლიტიკის გამო, იმიტომ რომ ჯერ ესერთიც არ არსებობს წამალი, აი ესეთი გამოწერილი რეცეპტი არ არსებობს, რომ აი ესე გვარდება პუტინის პრობლემა შესაბამისად ამერიკელ ხალხს არ სურს რომ რაღაცა ესეთ ხანგრძლივ კონფრონტაციაში შევიდეს რუსეთთან. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას რომ აი ესეთი ტიპის განცხადებები კეთდება შიდა აუდიტორიისთვის და არა თქვათ რუსეთის მისამართი. შევესწრები მოკლედ ახლა ბევრი დრო არ წავართო ჩვენს კოლეგებს. რა თქმა უნდა შიდა აუდიტორიისთვის კეთდება შეერთებული შტატების და ევროპული სახელმწიფოებიც არიან დემოკრატიული სახელმწიფოები. რა თქმა უნდა, ისინი ესაუბრებიან პირველ რიგში თავის ამომრჩევლებს, მაგრამ ამავე დროს ეს კეთდება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ეს კეთდება პლუს კიდე რუსეთისთვის და რუსეთის მოსახლეობისთვის. რუსეთის მოსახლეობას ისინი ეუბნებიან, ნუ დაუჯერებთ თქვენს ხელმძღვანელობას, რომ ჩვენ გვინდა თქვენთან კონფრონტაცია, ან ჩვენ თქვენ გჭაგრავთ და ასე შემდეგ. აი ჩვენ თავაზობთ თქვენ ხელმძღვანელობას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გმობთ ოკუპაციას და საერთაშორისო ანუ ანექსიას საერთოდ მეზობელი სახელმწიფოს და საერთოდ რუსეთის ყველა ესეთ სახის ქმედება საერთაშორისო სამართლის დარღვევას მიუხედავად ამისა ჩვენ კიდე მაინც ვცდილობთ და გვაქვს და არსებობს ეს რეზერვი ისინი იმათ სიტუაციამ იყავთ დეესკალაციისკენ დამშვიდებისკენ აი ზუსტად ვაიმარის იმაში პირველ ორ აბზაცში ორჯერ არის დეესკალაცია ნახსენები ანუ იწყებენ ისინი ამით მათი აზრი ტრიალებდა ამის გარშემო დეესკალაციაზე როგორ წავიყვანოთ საქმე და ეს არის გამშვალული ამ სულისკვეთებით. ანუ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთმა რომ კიდევ უფრო მეტი საშინელი განცხადებები გააკეთოს და გამოიწვიოს და ასე შემდეგ დასავლეთი ხო? ამათი მაინც მიზანია და პლუს კიდე ვალდებულებას, როგორც ისინი თქვენ თავისი ამორჩევლების წინაშე და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, ვალდებულებაა რომ ყველა რესურსი გამოიყენონ და არ დაუტოვონ რუსეთს შანსი რომ მან რაღაც მიზეზი მაინც გამოიყენოს ესკალაციისთვის, შემდგომი ესკალაციისთვის. კი, მაგრამ მეორე მხრივ პოლიტიკური ლიდერშიპი ხო მხოლოდ იმას არ ნიშნავს რომ შენ დაყვე მაინდა-მაინც ხალხის ნებას. არსებობდა თქვათ რეიგანი, ყველას გვახსოვს ძალიან კარგად და ძალიან ნათლად და ცხადად თქვა, რომ ეს არის ბოროტების იმპერია. საბჭოთა კავშირი არის ბოროტების იმპერია. უბრალოდ აი ესე დაარქვა და ამის შემდეგ მიზანმიმართულად ექცეოდა ზუსტად ისე, როგორც უნდა მოექცე ბოროტების იმპერიას და მან, როგორც ლიდერმა დაარწმუნა საკუთარი ამორჩეველი. რას ფიქრობთ ამაზე? ამ შემთხვევაში ევროპასა და ამერიკაში ხო არ არის თვითონ ლიდერშიპის კრიზისი და ამის გამო ხომ არ ხდება ის რომ თქვათ აი საკუთარ ამომრჩეველთან ესეთი ლავირება უწევთ ამასობაში პუტინმა ყველანაირ ზღვარს გადავიდა და ეცეთ უპირველეს ყოვლისა მე იმას ვიტყოდი რომ ბატონ კახას დავითანხმებოდი მართლა ყურადღებით უნდა წავიკითხოთ ვეიმარის სამკუთხედის განცხადება და ობამას პრესკონფერენცია იმიტომ რომ ერთი ფრაზის ამოგლეჯა იქიდან კარგს არაფერს არ მოგცემს ხედველობაში ალბათ იგონია შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რომ ლაპარაკი იმაზე რომ ყისიერი გაწევრიანება არ მოხდება გასაგებია პროცედურულად ჩვენ კიდე ერთი ნაბიჯი გვაქვს გადასაქმელი მაგრამ
მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ ჩვენ არ მუშაობთ კარგად ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც პრეზიდენტს ამზადებს პრესკონფერენციისთვის, იმათაც აღარ ახსოვთ უკვე, რომ საქართველოსგან განსხვავებით უკრაინა საერთოდ არ აპირებს ნატოს შესვლას. 2010 წლის 3 ივნისს რადამ მიიღო დადგენილება იმაზე, რომ უკრაინა არასოდეს არ გაწევრიანდება არც ერთ სამხედრო პოლიტიკურ ბლოკში, მაგრამ ითანამშრომლებს სულ ყველასთან და ეს იყო კანონპროექტი, რომელიც ერთხმად მისცეს თითქმის, ერთხმად დაუჭირეს მხარი და პრემიერ-მინისტრ აზაროვის გამოსვლაშიც. რაც შეეხება სიტუაციას, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეზე ვითარდება ახლა და საერთოდ ევროპაში, მოდით პატიოსნად ვთქვათ, რომ შეერთებული შტატები და ევროპა სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ამ განვითარებისთვის. მისი სადაზვერვო თემი თავდაცვის სამინისტროები და დიპლომატია. სამივე განშტოება იმ ხელისუფლების, რომელსაც ვალდებულებად აქვს იზრუნოს უსაფრთხოებაზე, სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ამ კრიზისისთვის. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ 2008 წელი დასავლეთში აქმული იყო არა როგორც ავადმყოფობა, არამედ როგორც რაღაცა აბერაცია. და ის, რასაც რუსები ღიად ამბობდნენ 2006 წლიდან, ამას ან ხუმრობად თვლიდნენ, ან სერიოზულად არავინ არ უყურებდა. 2008 წელმა გახადა შესაძლებელი 2014 წელი. და თუ ამაზე პასუხი არ მოიძებნა, 2014 წელი დამიჯერეთ შემჭიდროებულ ვადებში გახდის შესაძლებელს კიდევ ერთ კრიზისი. იმიტომ რომ მოსკოვში აი ახლა ამ წუთში არის უამრავი სცენარი მზად, საით უნდა წარიმართოს ძალისხმევა იმისკენ, რასაც ისინი ეძახიან საბირანია რუსკих земель. ეს არ გეგონოთ მარტო პუტინის ფანტაზია. ჩვენ ძალიან ვამარტივებთ ხოლმე. ჩვენ ვლაპარაკობდით წინა გადაცემაზე. ჩვენ ძალიან ვამარტივებთ მოსკოვს, ძალიან ვამარტივებთ რუსეთის ხელისუფლებას და ძალიან ვამარტივებთ კრემლს. და ყველაფერს ხსნით ერთი ადამიანის ფანტაზიებით, ფობიებით და სურვილებით. ეს არ არის, აბსოლუტურად არ არის სწორი. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც დღეს რუსეთში არის სახელმწიფო იდეოლოგია. და თქვენ ახლა ახსენეთ მოუმზადებლობა ევროპის სხვა შორის რამდენიმე ორი თვის წინ ალბათ უკრაინის კრიზისი რომ თქვათ გახურებული იყო უკვე მაშინ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ზოგადად ისე შედგა რომ არ იყო გათვალისწინებული რუსეთის ინტერესი. იმ პერიოდში აქ სვანტე კორნელი იმყოფებოდა, შვედი მკვლევარი, თქვენ ყველანი ალბათ ძალიან კარგად იცნობთ. და მას ვკითხე ამის შესახებ და სხვაშორის გარკვეულწილად ეს მართალიაო, რომ რუსეთის ფაქტორი არ იქნა გათვალისწინებული, ოღონდ მე ვარაუდობ, რომ არა ისე როგორც ეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გულისხმობდა. იმიტომ რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობას როგორც რაღაც გეოპოლიტიკურ პროექტს ესე არ განიხილავდა. ეს უფრო თქვათ რაღაცა ეკონომიკური, დემოკრატიის ექსპორტის, თქვათ იგივე რაღაც safe უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ მიმართული პროექტი იყო და არა და გეოპოლიტიკურ ჭრილში ნაკლებად ხედავდნენ რუსეთისგან განსხვავებით. რამდენად იზიარებს სერგი ამ მოსაზრებას, რომ თქვათ რუსეთის ფაქტორი მეტად უნდა გაითვალისწინებინა ევროკავშირის იგივე თქვათ ბილტი და ავტორები ვინც არიან ზოგადად საუბრობთ იმაზე რომ დასავლეთმა ევროკავშირმა ამერიკამ უნდა გაითვალისწინოს რუსეთის პოზიციები, როდესაც საქმე ეხება საქართველოსთან ურთიერთობებს, ან უკრაინასთან და მოლდოვასთან ურთიერთობებს, მაშინ ვაღიარებთ რომ ეს ქვეყნები არიან რუსეთის გავლენის სფეროში. და ჩვენი სუვერენიტეტი არის შეზღუდული. და ეს არის სრულიად კატეგორიულად მიუღებელი კონცეფცია ჩემთვის. სწორედ იმის გამო რაც ხალხმა გრიგოლმა თქვა, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ესე იგი არა ვართ სუვერენული სახელმწიფოები და უნდა ვიყოთ ვიღაცეებს შორის გარიგების ობიექტი. ამას ვამბობთ ეხლა მე როდესაც ახალს აბსოლუტურად ვეთანხმები, ვაიმარის განცხადება უფრო კომპლექსურად გაანალიზების საგანი უნდა იყოს, მაგრამ ეს ილუზია შექმნა იმ განცხადებამ, თუმცა ეს არ იყო იმ განცხადების მთავარი აზრი, ნამდვილად არ იყო, მაგრამ ეს ილუზია შექმნა და რუსეთმა გამოიყენა სამწუხაროდ რუსეთმა აი თავის განცხადებით და მათ შორის შიდა პროპაგანდით, რომ თქვა რომ აიცით რა, მე ამას გეუბნებოდი, თქვა რომ ამ ქვეყნებთან საგარეო პოლიტიკა მე უნდა შემითანხმოთ. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი კონცეფცია. ამიტომ თუმცა მე არა ვარ დარწმუნებული დღეს, დარწმუნებული პირიქით ვიტყოდი, მე დარწმუნებული ვარ, რომ იგივე ვაიმარის ქვეყნები არ თვლიან, რომ მათ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა შეუთანხმონ რუსეთს. აქ უფრო სხვა რამეზე იყო საუბარი. საუბარი იყო იმაზე, რომ რუსეთს უნდა ვესაუბროთ იმისათვის, რომ რუსეთმა გაიგოს რა არის ამის ამოცანა. ოღონდ აქ არ იგულისხმება ის, რომ თუ რუსეთი არ ეთანხმება,
მაშინ ჩვენ ასე შეგვით ჰაერში კი ბატონო, რას ამბობ ზოგადად აი ეს განცხადება ქართულ დიპლომატიაზე, იმიტომ რომ მე ვიცი რომ როდესაც თქვა რაღაცა მსგავს ტექსტებზე მუშაობა მიდის, მახსოვს კიდეც ხანდახან თანხლები პირის სტატუსით ყოფილვარ ხოლმე, რომ რამხელა ჭიდაობა მიდის თითო სიტყვაზე, იქ რა სიტყვა ჩაიწერება, შეშფოთება ჩაიწერება, აღშფოთება ჩაიწერება და ზოგადად ქონდა საქართველოს ქართულ დიპლომატიას იმის საშუალება და საქართველოს საგარეო უწყება იქნება ეს თუ სხვა შესაბამისი პირები, რომ რაიმე კომუნიკაცია ჰქონოდათ, ვთქვათ, ფაბიუსი იქნება შტაინმაიერი თუ რადექ სიკორსკი, რომ აი ეს გათვალისწინებული ყოფილიყო. ფაბიუსი და შტაინმაიერი აპირებდნენ საქართველოში ჩამოსვლას, იცით თუ არა, მაგრამ იმის მოვლენება ხელი შეუშალა მათ ჩამოსვლას, ითვლებოდა რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ვიზიტი, რათა მათ შორის ჩვენი გზავნილები მიგვეტანა მათთან. ჩვენ ხო ამ წუთში დღეს რეალურად უმაღლეს დონეზე საგარეო პოლიტიკა არ აქვს. როდის იყო ბოლოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი უკანასკნელ პოლონეთში ეხლა მიმდინარე ვიზიტს თუ არ ჩავთვლით, როდის იყო ასეთ მაღალი დონის ვიზიტზე, ნუ ეხლა ამერიკას მე ევროპაში ესე შემოვლით თურებს გულისხმობ, სადაც ეს საკითხები ასე პროაქტიულად იყო გაჟღერებული. პრეზიდენტი საერთოდ არ მახსოვს. პრემიერ-მინისტრი იყო, მაგრამ პრემიერ-მინისტრი როგორც ჩანს სხვა პრობლემა არის. ანუ პრემიერ-მინისტრი რო კითხეს ატლანტიკურ სამყაროში რო გზავნილების პრობლემა არის. ხა პრემიერ-მინისტრი როგორც ჩანს არ სვამს იმ აქცენტებს და არ აგზავნის სამწუხაროდ კიდევ ერთხელ და იმედი მაქვს რომ ვწდები, მაგრამ მე როგორც ხედავ და რაც მესმის არ სვამს სწორ აქცენტებს. იგივე რუსეთის საფრთხეზე, ატლანტიკურ საფრთხეში არის უკვე არის ერთი არის კოენი, მეორე არის მიუნხენის კონფერენცია, მესამე ახლა უკანასკნელ დღეებში რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტორი იყო და მქონდა პატივი რომ მათთან ყოფილიყო სხვა ტიპის შეხვედრებზე. ესეთი კითხვა ისმის ხოლმე, თქვენ რო ადრამატიზებთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამ შემთხვევაში და ამბობთ რომ რუსეთისგან არის საფრთხე. იბანა თქვენ ხელისუფლებას რო ველაპარაკებთ, არ ამბობენ რომ საფრთხე არის და რა ხდება, არის თუ არ არის. ამას ვამბობ, ანუ ახლა არ არის აუცილებელი რომ ჩახვიდე ქვეყანაში, თავი სწორი გზავნილი გქონდეს, ხო? თუმცა კიდევ ერთხელ ვაიმარის შემთხვევაში არ ამგონია რომ ქართულ დიპლომატიას რამის შეცვლა შეეძლო. აქ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის ჩვენ რა გზავნილებს ვაგზავნით პროაქტიულად. სანამ ესეთი რაღაც განცხადებები გაკეთდება, მათ შორის საჯაროდ, მაგრამ ასევე ორმხრივად. ხო, აი რა, ობამას განცხადებაზე რეაქცია, ჩემი აზრით, იყო ფუნდამენტურად არასწორი რეაქცია, იმიტომ რომ ობამას განცხადებაზე სწორი რეაქცია გააკეთა საქართველოს ამერიკის საელჩომ. და საქართველოს ამერიკის საელჩოს რეაქცია არ უნდა იყოს უფრო ორიენტირებული საქართველოს ინტერესებზე, ვიდრე პრემიერ-მინისტრის განცხადება. აქ გადის შემთხვევით წითელი ხაზი და გამოვიდა საელჩო, რომელსაც ჰქონდა აწონილი საღი ბრიჯიტის განცხადება, რომელშიც ამერიკის პოლიტიკა იყო ჩამოყალიბებული და მათ შორის პირდაპირ ხაზი რომ თქვენი გზა არის მაპისკენ. ჩვენი პრემიერის გზავნილი იყო სრულიად განსხვავებული. ეს არის ჩემი აზრით ძალიან დიდი პრობლემა. კი და კი ბატონო ერთ ფაზას დავუმატებ. ეხლა არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ სამივეს პატივი გქონდა, ერთად გვემუშავა თითქმის 5 წელიწადი, ხო? და მე კიდე პატივი მქონდა, ხანდახან თქვენ აკიდებოდით ხოლმე. სიამოვნება გქონდა ეგ და მინდა ვთქვა ნიკაც და სერგის დამეთანხმებიან გაცილებით უფრო პროაქტიულად მუშაობდა ქართული დიპლომატია. ყოველ შემთხვევაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რომელიმე დოკუმენტში ყოფილიყო ფორმულირება, რომელიც ჩვენ ინტერესებს არ ემთხვეოდა, ამ ფორმულირება იყო ჩვენ ინტერესების საწინააღმდეგო და ჩვენ მაქსიმუმი ძალისხმევა არ გაგვიწია იმისათვის, რომ ეს შეგვეცვალა. 99%-ს ეს გამოგვდიოდა, ხანდახან არ გამოგვდიოდა, სერგი მართალია, ყველა დოკუმენტს ვერ შეცვლი, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ არასოდეს არ ქონია შემთხვევა, რომ ცენტრალურ აპარატში ადგილიდან წინასწარ არ მოსულიყო ის პროექტი, რომელსაც შეიძლება შეშფოთება გამოიწვია. მეორე მხრივ ეს ხელისუფლება მოვიდა კიდეც იმ განწყობით, რომ საქართველოს არ უნდა ყოფილიყო განხეთქილების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის. სავარაუდოდ გარკვეულწილად ამისი გამოხატულებაც არის ის, რომ კი ბატონო, აი მოგელაპარაკებით საქართველოსზეც და არ ვიჩხუბოთ მოდი საქართველოსზე და მოლდოვაზე, ხო? ამას ეუბნებიან რეალურად ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები. და კიდევ ერთი რეალურად რა ზიანი მოაქვს ამას ქვეყნის შიგნით. გასაგებია რომ ისინი რეალურად ჩვენი პარტნიორები არიან, თქვათ მუდმივი არაფერი არ არის, სიტუაციის შემოტრიალება შეიძლება, ოდესღაც ისევ იქნება ძლიერი დიპლომატიური თიმი, ძლიერი დიპლომატიური გუნდი, მაგრამ დღეს, როდესაც თქვათ ქვეყანაში არსებობს კაფიოდ, ღიად პრორუსული ძალები, მაგალითად ნინო ბურჯანაძის სახით, რომელიც არ დაახანა, გამოვიდა და თქვა რომ დიახაც ესე ჩვენ დასავლეთისგან ვერაფერს ვერ მივიღებთ, ამიტომ სწორება უნდა გქონდეს რუსეთზე. აი, რამდენად აქვს აი ამ ტიპის განწყობებს ნიადაგი, განსაკუთრებით მაშინ თუ ქართველმა ხალხმა დაინახა რომ დასავლეთი უძლურია რუსეთის წინაშე.
გარკვეული სტოკჰოლმის სინდრომი ამოქმედებულია მოსახლეობაში ამ თვალსაზრისით და ამას ცდილობენ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ, თუნდაც ის პოლიტიკოსები, ვისაც თქვენ ბრძანებთ, მაგრამ ეს არის დამღუპველი, იმიტომ რომ რეალობასთან კავშირი არ აქვს ამას სინამდვილეში. ანუ ასე ვთქვათ, ეს შიშის და იმის შედეგად რომ ამ მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობთ, ზოგიერთ ადამიანს უჩნდება იმის თუნება, რომ მოდით ნუღარ ასე ვთქვათ უპირისპირდებით და ვამწვევებთ ურთიერთობას ამ აგრესორთან და იქნებ მან დაგვინდოს კეთილი კაცი ჩანს. როგორც აი ტერორისტების მიმართ უჩნდებათ ძევლებს სტოკჰოლმის სინდრომიც, ამიტომ ქვიათ ეცოდინება. ამაზე პარაზიტირებას აკეთებენ არაკეთილსინდისიერი და მე ვიტყოდი პირდაპირ ეროვნული ღალატის პოზიციაზე მდგარი პოლიტიკოსები საქართველოში, რომლებიც ხიათ და პირდაპირ ფინანსდებიან უკვე რუსეთიდან და შესაბამის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ველს იქმნიან საქართველოში, რომ ასე ვთქვათ, თავიანთ მათ ესე იგი მიღებული დავალება შეასრულონ. აქ ამოცანა იმაშია, რომ ეს ამას კაფეოდ ხედავდეთ და სწორედ ვაწვდეთ საზოგადოებას. იმიტომ რომ არ არსებობს აი ნიანგის და მხრიდან დანდობა არ იქნება, რაც არ უნდა კეთილად და ჭკვიანურად მოექცე მას. ეს უნდა ვიცოდეთ კარგად. უბრალოდ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს ქვეყნების პერიოდებში მძიმე, ასე ვთქვათ, მონაკვეთები, ამ პერიოდში ვართ ახლა ზუსტად ჩვენ და უფრო მეტი სიმტკიცე და სიმამაცე გვჭირდება, რომ რაღაცნაირად გავიტანოთ ეს და ნუ მე უფრო მეტი ვიზრუნოთ ეროვნული ინსტიტუტების სიმტკიცეზე, რომელიც აი ხშირად ესეთ კრიზისულ სიტუაციებში თავის დონეზე ვერ დგანან. კი ბატონო, და ამას თუ დაამატებდით რემარკი. შევა ხომ შევეჭდილება რომ მიდგომა ამ წუთში ქართული მხრიდან არის რომ მოდი არ გავაღიზიანოთ რუსეთი, აი ჩვენც არ გადმოგვყვის და ჩემი აზრით ეს არის არასწორი მიდგომა, იმიტომ რომ გადმოწვდენილი არის უკვე და მის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული კიდე რას დაგვიშავებს მომავალში. ამიტომ ხმის არამოღება, პასიურობა უარესია, იმიტომ რომ პრევენციას ართულებს. ჩვენს მეგობრებთან არ საუბარი პრობლემებზე პირიქით ახლოვებს იმას, როცა რუსეთი ყველანაირი მიზეზის და საბაბის გარეშე უბრალოდ რაღაცას გამოიყენებს როგორც კაზუსბელის, ან რაღაც ტერიტორიას გააფართოებს, ან კიდე რაღაცა ტიპის ზიანს მოგვაყენებს. ამიტომ ესეთი მიდგომა, რომ მოდი არაფერი არ ვთქვათ, იქ რაღაც ხალხი არ გავაგზავნოთ, არ ვიაქტიუროთ, იმიტომ რომ აი ვიყოთ რაღაც ჩვენთვის წყნარად, არ არის. არის ძალიან ახლო მხედველური, ახლო მომავალზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც საბოლოო ჯამში იქნება გაცილებით უფრო მძიმე, ვიდრე რომ ეხლა ვიყოთ პროაქტიურები, ვიყოთ ცოტა პანიკის დამთესველებიც კი, მე ვიტყოდი, ოღონდ ბუნებრივია, აქ არის გულისხმობა მოსახლეობაში პანიკის დათესვება. ჩვენს პარტნიორებში ფორუმებზე სავარაუდოდ. ხო, რა თქმა უნდა, მათ შორის საერთაშორისო ფორუმებში, იმის გამო, რომ იქნება ესეთი ტიპის აქტიურობა, კიდე ცოტათი გაახანგრძლივოს აი რუსეთის აგრესია თუ რაღაც ცუდი ქმედებები, რომელიც აუცილებლად მოხდება სამწუხაროდ. კი, აი ამისი კიდევ ერთი ინდიკატორი არის ის, რომ თქვათ, აი კარგად მახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ, კი მოხერხდა შეჩერება, თქვათ, რუსეთის ჯარების მოხერხდა იმის გაკეთება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, თქვათ, ეს არ აღიარა, თქვათ, ესეთ, მაგრამ ვერ მოხერხდა ის, რომ დაეხია რუსებს უკან. ყოველთვის შეერთებული შტატების და რუსეთის აი ეს ყველაზე დიდი ესეთი სიამტკბილობის პირობებშიც კი, როდესაც თქვათ, აი ჰილარი კლინტონიანს რაღაც ყვითელი ღილაკით ესტუმრა რუსეთს, დაიწყო ეს გადატვირთვის პოლიტიკა, რომელიც ნუ სასაცილოდ გამოიყურება, ხო, ამ გადმოსახედიდან უკვე და ასე შემდგომ ამ პირობებშიც კი ყოველთვის ამერიკის შეერთებული შტატები თავის განცხადებაში ახსენებდა ხოლმე, რომ ჩვენ შევთანხმდით, თქვათ, არ ვიცი, ირანთან დაკავშირებით, იქ რაღაცა ბირთვული იარაღთან დაკავშირებით ამ და ამ საკითხებზე, მაგრამ რჩება განსხვავებები და ამ განსხვავებებს შორის ყოველთვის ფიგურირებდა საქართველო. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ყოველთვის ვადევნებდი ყურადღებას იმას, აი იყო თუ არა ჩამონათვალში განსხვავებული საკითხები. ბოლო ჯერ ესეთი რამ თქვა ბაიდენმა არაწლევანდელ, არამედ შარჩანდელ მიუნხენის კონფერენციაზე. მას შემდეგ ასეთი რამ არ მომხდარა და ალბათ ყირიმის კრიზისი რომ არ შექმნილიყო, კაიხანი საქართველოს ხსენებას არ გავიგებდით. ბატონ კახას მერე დავამატებ რაღაცას თუ შეიძლება, იმიტომ რომ დიდი ხანია არ ვაძლევთ საშუალებას. არა, ხო, ნუ არ ვიცი, მე მინდოდა უბრალოდ ხო, მე მინდოდა უბრალოდ მეთქვა, რომ პრინციპში
ჩვენ ვდგავართ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე, რა თქმა უნდა და ეს არ არის მართლა საგარეო საფრთხე. საგარეო საფრთხე არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ახლა ამ მომენტში, მეორე არის ეკონომიკური საფრთხე, რომელიც არ ჩანს ჯერჯერობით არანაირი გამოსავალი აი ამ სიტუაციიდან, რომ ჩვენ მოვახერხოთ რაღაც მართლა ინვესტიციების მოზიდვა, ან შიდა რაღაც რესურსების ამუშავება რეალურად, რომ ის პრობლემები, რომელიც დაკავშირებული ეკონომიკიდან გამომდინარე, სოციალური პრობლემები და ამდენი სიღარიბე ქვეყანაში, ეს არ არის მარტივი, ესე ვთქვათ, საკითხი. და ეს არის ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხი და მესამე ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში, რომელიც ასევე უდიდესი საფრთხეა და აი ამ სამივე საფრთხეს ერთადერთი რითიც შეიძლება ჩვენ გავუმკლავდეთ, ეს არის კონსოლიდაცია, რომელსაც ჩვენ არ გვაქვს საზოგადოებაში. თუ საზოგადოების გახლეჩის აი რაღაც რა თქმა უნდა საზოგადოება ერთიანი თუ არა, ესე იგი რაღაც ან კომუნისტური ან ფაშისტური საზოგადოება, ან რაღაც ავტორიტარული, ძლიერი ავტორიტარული, ან საერთოდ ტოტალიტარული რეჟიმია, მაგრამ გასაგებია პლურალიზმი, მაგრამ საზოგადოების გახლეჩა ესე დიამეტრალურად და ესეთი დაპირისპირება და ამ ტემპერატურის კიდე ხელოვნურად აწევა და ასე შემდეგ. აი ეს გამოუსავალი მდგომარეობა, რომელიც აბსოლუტურად კონსოლიდაციას ხელს არ უწყობს ერისას. რა თქმა უნდა, ეს ხდის ძალიან მოწყვლად სახელმწიფოდ. ჩვენი საზოგადოება არის მოწყვლად, ეს არის მთავარი პრობლემა. ჩვენ ყველანაირ საფრთხეს გავუმკლავდებით აბსოლუტურად, რომელიც მე ჩამოვთვალე და ამაზე მეც საფრთხეებს და დავძლებთ ნებისმიერ პრობლემას. თუ იქნება რაღაც მინიმალური კონსენსუსი და პატივისცემა რაღაცა საკითხებზე, პრინციპულ საკითხებზე, და პატივისცემა საზოგადოებაში იცით რა, ყველაფერი შეიძლება საზოგადოებაში, ვთქვათ, დამნაშავე დაიჭირო, შეიძლება უდანაშაულო კაციც დაიჭირო, ესეთი რაღაცას მოხდეს და ტყილა მოიხარა კიდეც დემოკრატია. მოხარა კიდეც, მაგრამ პატივისცემა თუ დაკარგა ერთმანეთის მიმართ საზოგადოებაში, ხალხმა და ერმა და საერთოდ ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ნებისმიერი ნორმა, ნებისმიერი ესე ვთქვათ, ან საერთოდ პატრიოტიზმი არსებობს თუ არა და ასე შემდეგ, ყველაფერი ცინიზმის იმაში თუ მოექცა რაღაც, ხო? არ ვიცი მე, ქვაფში, ხო? მე მგონია რომ ვერანაირი კონსოლიდაცია ვერ მოხდება და ვერც ერთ საფრთხეს ვერ გავუმკლავდებით ჩვენ. ალბათ ეს უნდა ვეძებოთ პირველ რიგში, მე მგონია და რა თქმა უნდა რუსეთი რაღაც ეკონომიკური პრობლემა ეს ყველაფერი გადასაწყვეტია, მაგრამ აი აქ გასაღებია. კი, ეს მართალია და თუჩირს ეს კარგად არის ასახული კვლევებშიც, იმიტომ რომ კვლევებს რო ჩახედოთ საზოგადოების ინტერესები და რას ელი რა უნდა რომ ხელისუფლება მას გაუკეთოს, თქვა და რა პრობლემები აქვს. აქ არის თქვა პირველი არის ცხადია უმუშევრობა, დიდი უპირატესობით, მე არის ეკონომიკური მდგომარეობა, არის ტერიტორიული მთლიანობა, არის ის და სადღაც 2% ასახელებს პირველად თქვა იგივე სამართლიანობის აღდგენას, რაც მთავარი განხეთქილების მთავარი წყაროა, ხო? ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას ჭალებში ჩავსვამოდით, იმიტომ მე არ ვიცი რომელი სამართლიანობის აღდგენას აკეთებენ, ხა ვერ ხვდები მაგას. და მეორე ეს არა ქვია და 5% ასახელებს საერთოდ ამ იმას. დანარჩენს ყველას აინტერესებს ეკონომიკა, სამუშაო ადგილები, განათლება კიდე ჯანდაცვა, ტერიტორიული მთლიანობა. და ამ დროს ხდება ის, რომ პრინციპში ხელისუფლება საუბრობს სამართლიანობის აღდგენაზე, ოპოზიცია პასუხობს თავდაცვით ამ ყველაფერს და ჩვენ გვესმის კამათი და ჩხუბი მხოლოდ იმაზე, არა შენ მოკალი ჟვანია, არა შენ რაღაცა აი ამაში ვარ საერთოდ. ეს რამდენად კახას აზრი მინდა გავაგრძელო და ძალიან მოკლე რემარკით შემოვიფარგლები. პირველი მინდა ის ვთქვა, რომ საზოგადოებაში ყველა ნორმალურ საზოგადოებაში კონსენსუსის საგანი არის ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და თავისი არჩევანის აბსოლუტური 100%-იანი უფლება. ჩვენ ამაზე შეთანხმებული უნდა ვიყოთ სულ ყველა და სამწუხაროდ საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელსაც ამას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. მეორე, ბევრი პრობლემა გვაქვს და ბევრი გამოწვევა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ კარგად გამართულ სამხედრო ბანაკს დამოუკიდებლობის შენარჩუნება შეუძლია. კარგად გამართულ კორპორაციას ეკონომიკურს არა. ამიტომ მოდით სწორად განსაზღვროთ ჩვენი დღევანდელი პრიორიტეტები. თუ ჩვენ ჩაბარება გვინდა ხელების აწევა და ვიღაცის რუსები რო იტყვია ნაიჟჯივიჩ სვეჟით, ეს სხვა საკითხი არის და თუ ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნება, რომელიც მოდი თვალებში შევხედოთ სიმართლეს სრულიად დაუმსახურებლად გვერგო. თითქმის დაუმსახურებლად. იმ ადამიანების გარდა, ვინც 9 აპრილს სისხლი დაღვარა და შემდეგ სამაჩაბლოში და აფხაზეთში. დანარჩენ საზოგადოებას თითქმის დაუმსახურებლად ერგო. მაშინ ეს სხვა საკითხი არის. და ბოლოს მინდა დავამთავრო.
ნუ გვიკვირს ეს განცხადებები ჩვენი დასავლელი კოლეგების, იმიტომ რომ წელიწად ნახევარი ჩვენ დასავლელ კოლეგებს ვეუბნებით. დღევანდელმა ქართულმა დიპლომატიამ, ან დღევანდელმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ იცის როგორ უნდა ელაპარაკოს რუსებს. თქვენ არ იცოდით, ჩვენ ვიცით. ჩვენ ხო მარტო არ ვიყავით ამ კურსის გატარებაში, ხო თამუნა? მთელი დასავლეთი, მთელი დემოკრატიული სამყარო იყო ჩვენთან ერთად ამ საგარეო პოლიტიკაში. ესე იგი ჩვენ ყველამ არ ვიცით და დღევანდელმა ხელისუფლებამ იცის. შესანიშნავია ვეიმარის სამკუთხედი ეუბნება, რახან იცი? ელაპარაკე რუსეთს შენი აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და შენ ევროატლანტიკურ და ევროპულ პრიორიტეტებზე. სიტყვა მართლა არ არის ბეღურა. რო გამოფრინდება, მე უზარმაზარი ფასის გადახდა გიწევს და არ ვიცი მე ჩვენი ამოცანა თუ ის არის რომ საზოგადოებაში შევინარჩუნოთ ხელისუფლება რომელიც აბსოლუტურად არაფრის მაქნისი არ არის და ეს ჩანს და ყურადღება გადავიტანოთ მუდმივად ჩხუბზე დაპირისპირებაზე პარლამენტში საზოგადოების ყურადღებაზე ნუ მაშინ იქნებ გადავრჩეთ კი ბატონო, ჩემ გადავაჭარბე მე 40 წუთით დაპატიჟებას 40 წუთი დროის წართმევას დაგვირდით 1 საათი წაგართვე. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. ჩვენ